ისრაელსა და ირანს შორის ომის ესკალაციას შესაძლოა გლობალური შედეგი მოჰყვეს. ამ ვიდეოში კი ვისაუბრებთ კონკრეტულად რატომ არ აწყობს ეს ომი ევროკავშირს. ამიტომ გამოიწერეთ არხი და დავიწყოთ. მე ქეთევან ჭინჭარაძე ვარ, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის. ზოგადად მსოფლიო მასშტაბის ომები სხვადასხვა ფორმით აისახება გლობალურ ეკონომიკურ განვითარებაზე, რადგან თანამედროვე ეკონომიკა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული და ურთიერთ დამოკიდებული. პირველი და ყველაზე აშკარა მიზეზი, რატომაც ისრაელისა და ირანის ომი ევროპას დააზარალებს, ენერგორესურსებზე ფასების ზრდა. ახლა აღმოსავლეთში ომები როგორც წესი ზრდის ენერგიის ფასებს, რადგან რეგიონი აწარმოებს უამრავ ნავთობსა და ბუნებრივ გაზს, რაც დღევანდელი ეკონომიკის ენერგეტიკული საძირკველია და ასევე რეგიონი წარმოადგენს მსოფლიო სავაჭრო გადაზიდვების ქსელის უმთავრეს კომპონენტს. კონკრეტულად ირანი ესაზღვრება სპარსეთისა და ომანის ყურეებს, რომლებიც ერთმანეთს ჰორმუზის სრუტით უკავშირდებიან, სადაც მსოფლიო ნავთობის მოხმარების 20-30% გადის. ამიტომ ჰორმუზის სრუტე დაიბლოკება ან საფრთხე შეექმნება და ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზრდება, რაც პირდაპირ იმოქმედებს მსოფლიო ეკონომიკაზე, რადგან ნავთობი დაკავშირებულია ეკონომიკის თითქმის ყველა ეტაპთან, იმპორტთან, ექსპორტთან და ადგილობრივ წარმოებასთან. ამ ომს შესაძლოა განსაკუთრებით მწვავე გავლენა ჰქონდეს, რადგან ისრაელმა დაბომბა მსოფლიოში უდიდესი სამხრეთ პარსის ბუნებრივი გაზის საბადო, რომელსაც ირანი ყატართან ერთად იყოფს. ირანი არის მსოფლიოს მესამე უმსხვილესი გაზის მწარმოებელი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის შემდეგ და წელიწადში აწარმოებს დაახლოებით 265 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, რაც შეადგენს გლობალური წარმოების დაახლოებით 6%-ს. საერთაშორისო სანქციების გამო ამ გაზის უმეტესობას ირანი ქვეყნის შიგნით მოიხმარს, თუმცა ნაწილი ექსპორტზე გააქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც ერაყია. ყატარს კი ამავე საბადოებიდან ისეთი გლობალური ენერგეტიკული კომპანიების დახმარებით, როგორებიცაა Shell და ExxonMobil, ყოველწლიურად დაახლოებით 77 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი გაზი გააქვს ექსპორტზე ევროპასა და აზიაში. სწორედ ამიტომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ სამხრეთ პარსის დაბომბვით ისრაელი ცდილობს კონფლიქტის ირანს გარეთ გაფართოებას. ამასთან ისრაელმა უსაფრთხოების რისკების მიზნით დროებით გააჩერა ლევიათანის გაზის საბადოს მუშაობა, რომელიც აქამდე ამარაგებდა ეგვიპტესა და იორდანიას. ეს არა მარტო ამცირებს გლობალურ მიწოდებას, არამედ ზრდის მოთხოვნასაც, რადგან ეგვიპტეს და იორდანიას ახლა სხვა წყაროებიდან მოუწევთ გაზის იმპორტი. ამ ეტაპისათვის ნავთობის ბაზრებზე გავლენა შედარებით სუსტია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე დარჩება. ნავთობის ფასი ერთ კვირაში 65-დან 72 დოლარამდე გაიზარდა, მას შემდეგ რაც ტრამპმა ირანს დანებებისკენ მოუწოდა. ეს კი ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალი ფასია ბოლო წლების სტანდარტებიდან გამომდინარე. თუ ჯერ ფასები კოლოსალურად არ გაზრდილა, ეს იმიტომ, რომ ოპეკის ქვეყნები ბოლო დროს გაზრდილი რაოდენობის საწვავს აწარმოებენ და ნავთობის რაოდენობა ჯერ კიდევ პასუხობს მიწოდების მოთხოვნას. ამასთან ერთად არის მოლოდინი, რომ კონფლიქტი ლოკალიზებული დარჩება, მაგრამ მაინც ვერ არის ეს კარგი ამბავი ევროპისთვის, რადგან ბოლო წლებმა განსაკუთრებით მკაფიოდ დაგვანახა, რომ ევროკავშირის ეკონომიკა საკმაოდ დამოკიდებულია ენერგორესურსების ფასებზე. JP Morgan-ის პროგნოზების მიხედვით, პოტენციური ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შედეგად შეიძლება 1 ბარელი ნავთობის ფასი 100-130 დოლარამდეც კი ავიდეს. ნავთობის ფასის პიკი 116 დოლარი იყო ბარელზე 2022 წელს, რომელიც ძირითადად პუტინის უკრაინაში შეჭრამ და რუსული გაზის იმპორტის შემცირებამ იწვია, ევროპული ეკონომიკა კი მხოლოდ ახლახანს იწყებდა ფეხზე დადგომას ენერგეტიკული შოკის შემდეგ. მოსალოდნელი 130 დოლარი კი ნიშნავს გაცილებით მწვავე ინფლაციურ შოკს და დიდი ალბათობით რეცესიას ევროპისათვის, მით უფრო რომ ბევრი ევროპული ქვეყანა უკვე ამოწურული ფისკალური რესურსებით გაუმკლავდა წინა ენერგეტიკულ კრიზისს და ახლა ძნელი წარმოსადგენია, როგორ მოახერხებს ევროკავშირი ასეთ ფასებთან ბრძოლას. მაღალი ინფლაცია ასევე გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების ზრდას, რაც დამატებით წნეხს მოუტანს ევროკავშირის სახელმწიფოების ბიუჯეტს, რაც ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაშია. ვითარება შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს, თუ ირანის მოკავშირეები მიმართავენ ძველ სტრატეგიას და იერიშ საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე მიიტანენ, როგორც ეს 2019 წელს მოხდა ჰუსიტების მეშვეობით, რაც კიდევ უფრო შეამცირებს ნავთობის წარმოებას და გაზრდის ფასებს.
ჰუსიტების წარმომავლობასა და საქმიანობაზე დეტალურ ინფორმაციას ამ ვიდეოდან მიიღებთ. ასეთი დარტყმა ჯერჯერობით არ მომხდარა, რადგან ირანელებს კარგად ესმით, რომ ტრამპი უარყოფითად რეაგირებს ნავთობის ფასების ზრდაზე და ამით სავარაუდოდ არ უნდათ ისრაელის მთავარი მოკავშირის გაღიზიანება. მაგრამ ამ სცენარს სრულად ვერ გამოვრიცხავთ. ამავე კონტექსტში ნავთობის ფასების ზრდა კარგი ამბავია პუტინისთვისაც, რადგან სწორედ ნავთობისა და გაზის იმპორტიდან მიღებული შემოსავლებით აფინანსებს კრემლი ომს უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ნავთობის 1 ბარელის ფასი სანქციების მიხედვით $60-ია გაყინული დასავლეთისთვის, მას სხვა მყიდველებიც ყავს და მაინც ახერხებს ალტერნატიული გზების პოვნას ეგრეთ წოდებულ შავ ან ჩრდილოვან ბაზარზე, რაზეც შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ, ამიტომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რათა არ გამოტოვოთ ახალი ინფორმაცია. პუტინისთვის სასურველი სიახლეა ისიც, რომ საერთაშორისო და განსაკუთრებით პრეზიდენტ ტრამპის ყურადღება უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთისკენაა მიმართული. ამიტომ მივადევნოთ თვალი უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, რათა დავინახოთ, როგორ გამოიყენებს პუტინი ამ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებას სათავისოდ. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ომი პრობლემურია ევროპისათვის, არის ემიგრაციის ახალი ტალღის რისკი, რაც სირიის სამოქალაქო ომის შემდეგ 2014 წელს დაფიქსირდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ უკვე დაიწყო ირანის რეჟიმის ცვლილებაზე საუბარი, ამაში იგულისხმება ისლამური რესპუბლიკის პროდასავლური ხელისუფლებით ჩანაცვლება, მაგრამ თუ ახლო აღმოსავლეთში წინა ომების მაგალითებს გადავხედავთ, ეს ნაკლებად შესაძლებელია. ამერიკა მრავალი წლის მანძილზე რეჟიმის შეცვლა წარმატებით ვერც ავღანეთში მოახერხა და ვერც ერაყში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციებში ტრილიონობით $. დახარჯა. პირიქით, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შემდეგ თალიბანმა ისე მყარად გაიდგა ფესვები, რომ დღეს ქალებს ლაპარაკის უფლებაც კი აღარ აქვთ. წარმოიდგინეთ, ირანი კიდევ უფრო დიდი და განვითარებული ქვეყანაა, ვიდრე ერაყი და ავღანეთი, სადაც ბევრად რთული იქნება რეჟიმის ცვლილება გარე ძალის ხელით. ამასთან ერთად შეერთებულმა შტატებმა ერაყსა და ავღანეთში დაუშვა უდიდესი სტრატეგიული შეცდომა. მათ ეგონათ, რომ ადგილობრივები ამერიკელებს ზარზე იმით შეეგებებოდნენ, როგორც მხსნელებს და გადამრჩენელებს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მათთვის ამერიკული დემოკრატია უფრო უცხოხილი და კულტურასთან შეუთავსებელი აღმოჩნდა, ვიდრე თავისუფლების რეცეპტი. ირანსაც რომ გადავხედოთ, შეიძლება თეოკრატიულ რეპრესიულ რეჟიმთან ხალხს ბევრი პრეტენზია აქვს, მაგრამ ანტიამერიკული და ანტისიონისტური განწყობები იმდენადაა გამყარებული, რომ ძნელი წარმოსადგენია ხალხი მათ დასმულ მართველ სიხარულით შეეგებოს. მომავალ მმართველად ამ ეტაპზე ირანის ბოლო შაჰის უფროსი ვაჟი რეზა ფეჰლევი მოიაზრება, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და პირადადაც შევხვედრილ ვარ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის დღეს დიდრულად ცხოვრობს ამერიკაში მამამისის მიერ გაძარცული და რეპრესირებული ირანელების ხარჯზე, ამიტომ ირანელების მხარდაჭერა შეიძლება ვერც მან მოიპოვოს. ამიტომ გაცილებით უფრო რეალისტურია სამხედრო დიქტატურა ან სამოქალაქო ომი, ანუ არასტაბილურობის მოჯადოებული წრე, როგორც ეს სირიაში მოხდა. ორივე შემთხვევაში დიდი ალბათობით ირანიდან და მეზობელი ქვეყნებიდან პოლიტიკურ გაუგებრობას ათასობით ადამიანი გაექცევა ევროპაში, რაც ევროპელ ლიდერებს მძიმე დილემის წინაშე დააყენებს. მიიღონ ათასობით ათასი ან თუნდაც მილიონობით მოწყვლადი ირანელი ლტოლვილი თუ ჩაკეტონ საზღვრები და ეცადონ დაარწმუნონ ირანის მეზობლები, მაგალითად თურქეთი, რომ შეიფარონ მიგრანტები და ევროპისკენ არ გაუშვან. სწორედ ამას მიაღწია ევროკავშირმა 2016 წელს, როდესაც თურქეთს მილიარდობით ევრო გადაუხადა იმისთვის, რომ დაახლოებით 3-4 მილიონი სირიელი ლტოლვილი თავის ტერიტორიაზე დაეტოვებინა და არ გაეშვა ისინი ევროპაში. მორალური ნაწილი რომ გვერდით გადავდოთ, სწორია თუ არა თურქეთს თხოვა მიგრანტების შეფარება, როცა ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 16 ჯერ აღემატება თურქეთისას, ეს შეთანხმება ერდოღანს დიდ და არასასრულო გავლენას ანიჭებდა ევროკავშირზე. ამასთან ერთად დღეს ანტიემიგრანტული განწყობები მოჭარბებულია ევროპაში, რამაც ევროსკეპტიკოსებიც მოამრავლა პოლიტიკაში და ხშირად 2016 წლის ბრექსიტსაც სირიელი მიგრანტების კრიზისს უკავშირებენ. ამიტომ დიდი რაოდენობის დევნილების მიღება ირანიდან ევროპას კიდევ ერთხელ მიაყენებს დიდ პოლიტიკურ დარტყმას, რასაც მესამე მიზეზამდე მივყავართ. პოლიტიკოსების პირადი კარიერული მომავალი. ბოლო კვირების განმავლობაში ევროპელი ლიდერები ბენიამინ ნათანიაჰუს განზე განუდგნენ ღაზას სექტორზე თავდასხმების და კოლოსალური მსხვერპლის გამო. თუმცა, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანა, ევროპელმა ლიდერებმა მხარი ისრაელს დაუჭირეს და ირანი ბირთვული ამბიციების გამოც გააკრიტიკეს.
ასეთ მნიშვნელოვან მომენტში კრიტიკულია, რომ დასავლურმა ღერძმა ერთობა აჩვენოს მესიჯების სახით. მაგრამ ეს ამ მომრჩეველში იწვევს უკმაყოფილებას, რადგან ისრაელისა და ჰამასის დაპირისპირება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით კონტროვერსიული გახდა ღაზას სექტორში უპრეცედენტო მსხვერპლის ფონზე. რა თქმა უნდა, ეს ლიდერები იტყვიან, რომ ისინი არ უჭერენ მხარს იმას, რაც ღაზაში ხდება, მაგრამ მხარს უჭერენ ისრაელის უფლებას დაიცვას თავი ირანისაგან, თუმცა საბოლოო ჯამში ღაზაში მიმდინარე ომის მოწინააღმდეგეები, რომლებიც საგრძნობლად მომრავლდნენ ბოლო პერიოდში, ამას აღიქვამენ როგორც ისრაელისა და ნათანიაჰუს მხარდაჭერად. ამას კი კარგად გამოიყენებენ ევროსკეპტიკოსები, რომლებიც ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებს გაუსვამენ ხაზს, გააკრიტიკებენ ამჟამინდელ ლიდერებს და ეცდებიან განაწყენებული ამორჩევლები თავისკენ გადაიბირონ, რაც საბოლოო ჯამში შეიძლება არჩევნების შედეგებზეც აისახოს. დაუკვირდით, რამხელა მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიულ მდებარეობას. ევროპას ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე გაცილებით ნაკლები გავლენა აქვს ვიდრე შეერთებულ შტატებს. მაგრამ რეგიონის არასტაბილურობის შედეგებს ევროპა ბევრად უფრო მძაფრად განიცდის, ვიდრე შეერთებული შტატები. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის მხარდაჭერა ან პირდაპირ ჩართვა ისრაელისა და ირანის დაპირისპირებაში დონალდ ტრამპსაც მნიშვნელოვნად შეუმცირებს სახალხო მხარდაჭერას და ამას ნაწილობრივ უკვე ვხედავთ კიდეც, რადგან მან მთელი საპრეზიდენტო კამპანია მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაზე ააგო, მაგრამ ევროკავშირისაგან განსხვავებით, ამერიკა ნაკლებადაა დამოკიდებული ენერგორესურსების იმპორტზე და არც ირანელი დევნილების ტალღა არ მიაწყდება მაინც და მაინც. სწორედ ამიტომ, ახლო აღმოსავლეთი ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია ტრანსატლანტიკური ურთიერთობების კუთხით. თქვენ როგორ ხედავთ ირანსა და ისრაელს შორის მოვლენების განვითარებას და ომის შესაძლო შედეგებს მსოფლიოში? გამიზიარეთ კომენტარებში. ვიდეოს ბოლოს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი არხის გამომწერებს და ერთგულ მაყურებელს, რადგან სწორედ თქვენ ეხმარებით ჩვენი დამოუკიდებელი ინიციატივის განვითარებას. თქვენ კი თუ ახალ ინფორმაციას იღებთ ჩვენი ვიდეოებიდან, მაგრამ არხი ჯერ არ გამოგიწერიათ, აუცილებლად გამოიწერეთ, რათა არ გამოგრჩეთ სიახლეები. უფრო მრავალფეროვანი და მეტი ინფორმაციისათვის გამომყევით Instagram-ზე, TikTok-ზე, X-ზე და Spotify-ზე. მე კი ამ ვიდეოებში შევხვდებით, სადაც ირანის ბირთვულ შესაძლებლობებზე ვსაუბრობ.